ალილოს ტრადიციული მსვლელობა დასრულებულია, ის პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. შეგროვდა ნობათი და ალილოს მახარებლებმა მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს. ალილოს მონაწილეთა ნაწილი პატრიარქმა მიიღო. რატი მეტრეველი გვერდდება პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა მართლმადიდებელს ამ უდიდეს დღესასწაულს. თბილისის ქუჩები შეიძლება ითქვას, რომ დღეს ალილოს მსვლელობით საშობაო ზეიმა მოიცვა. პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით დაიძრნენ. მეალილოვეების ნაწილი საპატრიარქოში მივიდა, სადაც იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და მან დალოცა აქ მისული ადამიანები, ხოლო ნაწილი აქ სამების საკათედრო ტაძარში მოვიდა, მოიტანეს შეგროვებული ნობათი და ამ წუთებშიც აღევლინება სამადლო პარაკლისი. პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეს ტრადიციულად შეუერთდნენ სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლები და აქ საშობაო ზეიმს შეუერთდა საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონიც, რომელმაც სწორედ რესპუბლიკის მოედნიდან მიულოცა სრულიად საქართველოს ეს უდიდესი დღესასწაული. აქ მიიტანა ნობათი, რომელიც ტრადიციულად გროვდება და შემდეგში უკვე გადაეცემათ უპოვარ ადამიანებს, ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს. ლევანდელი შობა ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა, რადგან მოგვეცა წყალობა ღვთისგან, რომ მისი უწმინდესობისთვის მიგველოცა პირადად, ვუგალობეთ, მიულოცეთ და ვითხოვთ ღვთისგან უწმინდესის ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მშვიდობას საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში. საშუალება ჰქონდა, რომ შევხვედროდით პატრიარქს. ძალიან ბედნიერი ვარ, რათა ის ვნახე. მიხარია, რომ დღეს აქ ვარ და ამ მსვლელობაში ვიღებ მონაწილეობას. სრულიად საქართველოს ვუსურვებს სიკეთეს, სიხარულს, სიყვარულს და ყველა ადამიანის გულში დაბადებული იყოს იესო ქრისტე. ყოველთვის ვესწრებით ამ მსვლელობას, ვიხარია და ჩვენ ქვეყანას უსურვებთ ბევრ წარმატებას. მადლობა ღმერთს, რომ ამ ქრისტეშობით გამოწეულ სიხარულს ასე ვთქვათ უზიარებთ. თელ ქართველ ერთმანეთმა დალოცოს და აკურთხოს თელი ერი და წყალობა და მადლი წარმოაკლოს ჩვენს კაცობრიობას. ეს მსვლელობა, რომელიც დამთავრდა, დასრულდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სწორედ ამას ემსახურება, რომ ის სიხარული, რაც გამოწვეულია ქრისტეშობის უდიდესი დღესასწაულით, ჩვენ გავუნაწილოთ სხვა ადამიანებს. საქართველოში საუკუნეების წინ დაწყებული და გასაბჭოების პერიოდიდან დავიწყებული ალილოს მსვლელობის ტრადიცია 2000 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით აღდგა და მას შემდეგ უკვე 26 წელიწადია, რაც შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია.